მოგესალმებით. უკვე მოგესალმებით ქუთაისიდან და ქუთაისის ცენტრში ვარ. მოგესალმები ანი, მოგესალმები მათე და კიდევ ერთჯერ მოულოცოთ ახალი წელი ყველა იმერლებს. ბევრმა იმერელმა შეიძინა ჩვენთან ავტომობილი, ახალი წელიც მოულოცოთ და ყველა დღესასწაულები. აგრეთვე მოულოცოთ მთელ საქართველოს კიდევ ერთჯერ ახალი წელი. ხოლო ვინც თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ჩვენ ცენტრებში ავტომობილები შეიძინა, მათ განსაკუთრებულად მოულოცოთ ახალი წელი. ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება თუ როგორ გადავანაწილეთ ჩვენ ვინცად შეიძლება ავტომობილები შეიძინოს. ჩვენ იცით რომ გვაქვს ახლა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ცენტრები. რაც ავტომობილები იქნება თბილისში, იგივე იქნება ქუთაისში, იგივე იქნება ბათუმში. აქედან გამომდინარე ჩვენ გუშინ განცხადება გავაკეთეთ ბათუმში რომ ბათუმელები აქეთ ავტომობილებს ვერ შეიძენენ, იმიტომ რომ ადგილზე არის ყველანაირი ავტომობილი და იყიდიან ბათუმში. ხოლო ის ადამიანები, ვინც იმერეთში ცხოვრობენ, ჩვენ ახლა ჩამოვთვლით, თქვათ, ქუთაის რომელი რეგიონი ეკუთვნის. აი მაგალითად, გვირაბი რო იყო კომუნისტების დროს, ხო? რა ერქვა? წიფის გვირაბი, ხო? წიფის გვირაბის sakit. მაგალითად, ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, თერჯოლა, რაჭა-ლეჩხუმი, წყალტუბო, ვანი, ბაღდათი, მთლიანად სამეგრელო, მთლიანად სვანეთი. აი დაახლოებით ბაღდათი, ხო, ბაღდათიც ვთქვით და აი აქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა შეიძლება შეიძინონ ქუთაისის ცენტრში, ვინაიდან მერე მას სჭირდება ექსპლუატაცია თუ როგორც იტყვიან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთჯერ მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩვენთან ავტომობილები შეიძინეთ. ეს ავტომობილები არის ძალიან კარგი ავტომობილები და გუშინ ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და გეუბნებით, რომ ამ ავტომობილებმა, რომლებიც ჩვენ შემოვყავს და შემოვიყვანეთ კიდევ და ზეგიდან ალბათ კიდევ გადავანაწილებთ ახალი მოდელის ავტომობილებს და ის ხონჩები, რომელიც ადამიანებს სჭირდება ტაქსებისთვის, ის უკვე თბილისშია შემოვიყვანეთ და ხვალ ზეგ ქუთაისშიც და ბათუმშიც იქნება. რაც შეეხება ამ ავტომობილებს, ეს არის ძალიან კარგი ავტომობილები და უყურე როგორ არის, აი მაგალითად რო ავიღოთ აი ეს ავტომობილი. წარმოიდგინეთ თქვენ ამ ავტომობილს აქვს 28900 დოლარის ეკვივალენტი ლარში. უყურეთ, ეს ავტომობილი არის 4/4-ზე. ეს არის უშუალოდ ლექსუსის ქარხანაში აწყობილი და რეალური მისი ფასი ერთჯერ მეტია, მაგრამ გუშინ თქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ ამის ფასს სახელმწიფო სუბსიდიას უკეთებდა თვითონ ქარხანას, იმიტომ რომ ქვეყანა არის ძალიან დიდი, წარმოებები აქვს ძალიან დიდი და ხელი შეწყობის მიზნით სუბსიდიას თანხას ამატებდა თვითონ სახელმწიფო. უკვე იქაც კანონები შეიცვალა და ეს ყველა ავტომობილები არის შარშანდელი შემოყვანილი, 10 ავტომობილები, რომლებიც შემოვა საქართველოში დაახლოებით 30-40% უფრო მეტი იქნება ფასი. ჩვენ ისეთი ავტომობილები გვყავს, რომ არ ვიცი, აი თითქმის გუშინ რო ვთქვა იმის არ იყოს 70-80% ავტომობილები ჩანასვლა. ახლა გუშინ ვთქვით და ვიმეორებთ, აი დაშინგი. აი რამდენად ყიდი? 22900 დოლარი ეკვივალენტი ლარში. აი უყურეთ ახლა 22900 დოლარად. გუშინ თქვი ქუთაისში და დღესაც გავიმეორებ. ერთი ველოსაპედის ფასია. ხო. გერმანიაში რო იყიდო კარგი ველოსაპედი, ხო? ამ ფასში ვერ იყიდა ჩვენ კიდევ. აი შეხედეთ, ამ ავტომობილს ვაძლევთ 22900 დოლარად თან 1.6-იანი. 1.6 ძრავით, რა თქმა უნდა 0 კილომეტრი. 4 თუ რაღაცას ეძახით, ხო, მაყუთში და მთელი ამბები. აი უყურეთ ახლა, აი ნახოთ ეს მანქანა, ეს არის ჩვენი BYD Leopard 3, რომელიც რა ვიცი. აი ეს ხო არის სასწაული, ძალიან მაგარი მანქანა და ახლა რა მანქანა? ეს სრულიად ელექტრო რომ არის, ესეც მომხმარებლებს
კარგად ხაზგასმით ვუთხრათ, რომ ეს ავტომობილი არის სრულიად 4-4-ზე. 4-4-ზე. აიღურეთ. ელექტრო 4-4-ზე არის ჯიპი. მე არ ვიცი, მე ახლა მანქანის პროფესიონალი ვარ და ტრანსპორტნიკი ვარ. სამია ქვეყანაში ტრანსპორტნიკი. ვიღაცი მძღოლი კი არ ვიყავი და მე ტრანსპორტნიკი რო გახდა და ტრანსპორტნიკი ვარო რო იძახის. რეალურად სამი კაცი შეიძლება იყოს ტრანსპორტნიკი და პრეტენზია მეორეზე არ მაქვს, იმიტომ რომ ეს საქმე ჩემი საქმეა და ვიცი. ამ ავტომობილებს აქვე ვთქვათ, რომ ფერთა არჩევანიც აქვს. ყველანაირი ფერები ყავს. უყურეთ როგორ არის. აი ესეც 100% ელექტროა, ხო? აი სრულიად ელექტრო არის. აი ეს კიდევ ქალებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. ქალებისთვისაც და სრულწლოვანი ბავშვებისთვისაც ძალიან კარგი არის. ეს ავტომობილი იყო, რომელიც დავათამაშეთ ბათუმში, ხო? ბათუმში. და არის ძალიან კარგი ავტომობილი. ჯირის საკმაოდ დიდი განმავლობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ავტომობილია, საკმაოდ დიდი რამდენი? განმავლობა აქვს და 440 კილომეტრს გადის და თან ფასიც ძალიან კარგი აქვს. ასევე გვიყენია BYD სრულიად ელექტრო, ასევე გვიყენია BYD ჰიბრიდი, ასევე BYD Leopard 3, რომელიც განსხვავებული ფერია და საკმაოდ მოთხოვნადია და რა თქმა უნდა Jetour T2. ოღონდ ჯეტური არის ბენზინი 2 და 0-4-4-ზე ახლა უკვე თითქმის ამოისყიდა, მაგრამ ერთ დღეში 15 დღეში გვეყოლება ნებისმიერი რაოდენობა. ყველა გაიყიდა, ესეც გაყიდულია. ეს კიდე ამოსარჩევად ყავს ფერები BYD-ის, რომელიც შენ აქ ყავს ჰიბრიდი. ჰიბრიდიც მყავს აქ და სრულიად ელექტროც მყავს აქ. აი ორივე ფილიალში ორივე მყავს. სრულიად არჩევანი. ჰიბრიდიც არის და არის ბენზინიც. კი. ეს ძალიან კარგია. ეს 100% ელექტრო. 4-4-ზე არის, ესეც აი ეს კიდევ არის ტაქსებისთვის, ხო? ესეც BYD-ის ავტომობილი არის. ტაქსებისთვის კარგია. მსგავსი არის ტაქსებისთვის, იდეალურია და რა ვიცი. ტაქსებისთვის რა, ოჯახისთვის. ოჯახისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. დიდი საბარგული აქვს და საკმაოდ დიდი და ტევადი ავტომობილი არის. თან გამავლობაც ძალიან კარგი აქვს. უყურეთ, ვინც იცის ჩვენი ცენტრი ქუთაისში არის ძალიან კარგი ცენტრი, შოურუმი, მაღაზია და გვინდა რომ თელი ვინც ჩვენ ჩამოვთვალეთ, თელი იმერეთის მოსახლეობა გვინდა რომ აქ შეიძინონ ავტომობილები, ხო? აქ არის ადგილი, საიდანაც შეიძენენ და ვაძლევთ გარანტიას. და მოიწიერთ წუთი და ესეთ განცხადებას ვაკეთებ. უყურე როგორ არის. ვიღაცები იძახიან რომ კანონები შეიცვალა იქ ახლა ჩვენ თუ სადმე რამე კანონი იცვლება, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით სად რა კანონი იცვლება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი კომპანია საქართველოში, ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც უფლება აქვს შემოიყვანოს ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც იწარმოება ჩინეთში და ჩინეთში რო არ იწარმოება, ესეთი მანქანა არ არსებობს და ხვალ ნახოთ რა იქნება. თან დიდი რაოდენობით შემოვყავს ერთ თვეში, თვენახევარში კიდევ მორიგი პარტია და მოდი კიდევ ერთჯერ გილოცავთ ახალ წელს და გელოდებით ჩვენს ცენტრში ქუთაისში. რომელიც თაბუკაშვილის 96 ნომერში მდებარეობს. კი ბატონო და ძალიან მალე 5 აპრილისთვის ვფიქრობ რომ თელავში მქონდეს ერთი კიდევ ცენტრი. 4 ცენტრი ავტომობილის გასაყიდი და მერე მისი რემონტი ეს საკმარისია დღეს საქართველოსთვის. გისურვებთ წარმატებას და გელოდებით ქუთაისში გელოდებით.